იდეა მომცა თმებზე გადავიგე. დავტოვე ბავშვის სკოლაში, თმის მოვლაზე გადავიგე ვიდეო. გავარდა. 60,000 ნახვა. პირველი ვიდეო. ვინ არის არუნი? საიდან გაჩნდა? რატომ ესე თამამად? აიურვედა ეუბნება თუ კაცი სვამს ბეგზე დგომით წყალი იმ ადამიანის სიბერეში მუხლი არავინ არ გაასწორებს. ხვარი და დამჯდარი და ცხავს. ეს ხასიათია ქართველი ადამიანის, რომ ჭამა. ფინანსური საშუალება იმდენი არ არის, მაგრამ ცხოვრობენ. მაგრამ ხასიათია ეგეთი. გენები არის კარგი, რომ იმდენი მოწევა, დალევა, არასწორი კვება, მაგრამ მაინც გეოგრაფია შველის. საიდან უნდა მივხვდე მაგას ახლა? პიტა ვარ, კაფა ვარ თუ ვატა ვარ? მუხლები, საქსრები, როდის მე ფეხის გულები მткиვა. კაფის ადამიანი ხარ. კაია თუ ცუდი. მთელი ცხოვრება ადამიანმა ესე უნდა ჭამო, 8 საათი უნდა ჭამო. და 16 საათი დაისვენო. ეს მოგონილი არ არის, ეს ფაქტია. აი რა ვწამლავს ისე რომ ჩვენ ადრე დავბერდეთ. არის ესეთი რამე გამორჩეული? ერთი რამეა შაქარი და ბოლოც ესაა შაქარი. ეს თუ სუფთა იქნება, აქ გამოჩდება. გოგოები გვიყურებენ ახლა და აინტერესებს შენი აზრით. სპალიერი არ არის კანი. რო გარედან გააშპაკლო, სიგნით სინესტე იქნება. თეთრი ფერის საჭმელი არ მოგიხდება. არა მარტო რძე. სხვა მოიფიქრე. ძალიან დიდი მადლობა კონსულტაციისთვის. გაიხარ. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით, პოდკასტის შემდეგი ეპიზოდი ეთერშია. კვლავ შესანიშნავი სტუდიიდან, პოდკასტ პოინტიდან ძალიან კარგად გრძნობთ აქ თავს და კარგადაც იწერება აქ პოდკასტები. პოდკასტის სპონსორია აჰავა, სხეულისა და თმის მუხლის საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული ეს შესანიშნავი პროდუქტები მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. მეგობრებო, მგონი ძალიან რთულად მოიძებნება დღეს საქართველოში ისეთი ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს ის ვიდეოები, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია და ასე ვთქვათ, ვირუსულად ვრცელდება და ამას ხალხი ძალიან ინტენსიურად ადევნებს თვალყურს YouTube-ზეც, სოციალურ ქსელებშიც ადამიანი, რომელიც დღეს ყავს ჩვენ სტუმრად. ბევრს გეყოლებათ ის ნანახი და შეიძლება ბევრი მიმდევრებიც კი ხართ ამ ადამიანის, რომელიც ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მას რომ მოვიდა, დრო გამოყო ჩვენთვის. ეს არის ყველაზე ცნობილი ადამიანი ინდოეთიდან, საქართველოში, მე მგონი არუნ ხათრი. არუნ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩემთან, მოხვედი პოდკასტში. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ, როგორც ვიცი, საქართველოს გიყვარს, აქ დაფუძნდი, ქართული ენა შესანიშნავად ისწავლე, ოჯახის შექმენი და ღმერთმა გაგიმარჯოს, იყავი კარგად და ჯანზე ყოველთვის. არუნ, საინტერესო თემებზე მინდა შენთან ერთად ვილაპარაკო, იმისათვის რომ ადამიანებთან კიდევ ერთხელ მივიტანოთ ბუნების ნაწილი და ბუნებით გაჯანსაღების გზები, ბუნებრივად ჯანსაღად ყოფნის გზები, ხო? მოდი გვითხრი, თუ შეიძლება, რით განსხვავდება მაგალითად აიურვედას მიდგომა, ის მიდგომა, რითაც შენ სარგებლობ და ხელმძღვანელობ, რასაც საუკუნეები და ათასწლეულები აერთიანებს, ხო? ტრადიციული დასავლური მედიცინის მიდგომებისაგან. სხვაობა ეს არის, რომ დასავლური ეს ახალგაზრდა მედიცინა პლუს რომ მოვიდა ეხლა პროცედურები თქვენ აკეთებ და ეს გარედანა ყველაფერი. აიურვედა შიგნიდან გარეთ, იმიტომ beauty, სილამაზე შიგნიდან გარეთ მოდის. არა მარტო გარეთ. სპალიერი არ არის კანი. კი. რომ გარედან გააშპაკლო შიგნით სინესტე იქნება. მე ეს არა. შიგნიდან აიურვედა დამოკიდებული არის კუჭი და კუჭნაწლავის ზამთელობა. ეს თუ ჩვენ წესრიგში გვექნება არა მარტო კანი. ადამიანი, რავია, ეს 100 წელის გარანტია აძლევს ჩვენი ორგანიზმი, რომ არაფერი არ გამოგვია. ანუ როგორც გამოდის, ძირითადი მაინც აიურვედას საფუძველი ეს არის ჩვენი ინტესტინუმი, ხო? კუჭნაწლავი, ანუ საჭმლის სისტემა, საიდანაც ჩვენ მიღებულობთ საკვებს, ის სათანადოდ მუშავდება და მე იმით შენდება მთელი ჩვენი ორგანიზმი. შენ კარგად აღნიშნე, სპალიერი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, გეთახმები. მოდი მოგვიყევი თუ შეიძლება იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავამყაროთ ჩვენი მაყურებლის, ასე ვთქვათ, ზოგს ეჭვი აქვს თქვათ, ვინ არის არუნი, საიდან გაჩნდა, რატომ ესე თამამად, რა განათლებას ფლობ, როგორ მოხვედი აქამდე? მე საქართველოში ყველა მიცი 2010 წელი მოვედი ინტერნეტში
ნუ მუშაობდი ერთ-ერთი იქაც დანამატის კომპანია იყო ამერიკული კომპანიაში მუშაობდი ლიცენზიურად. იმიტომ ნებისმიერი ამერიკული დანამატის კომპანია რო არის გინდა კურკუმა იყო, გინდა ნებისმიერი ბალახეული, ისინი იგებენ ინდოეთიდან. მასალას იღებენ. კი ბატონო, ეხლა აშვოგანდა გინდა ამერიკაში გაამზადო, გინდა დიდი ბრიტანში, იქ არ მოდის, როგორც სპეციფიური რაღაცა მოდის კახეთში, ის არ მოვა სვანეთში, ისევე ისე არის კურკუმა მოვა ინდოეთში. რა თქმა უნდა, ისტორიულად ინდოეთი ამარაგებდა მთელ მსოფლიოს მთელი ამ სპეციებით და სამეურნეობებით. ეს ისტორია ინდოეთიდან მიდიოდა ყველაფერი ევროპაშიც და მერე შემდეგ კონტინენტებზე, სადაც ცივილიზაცია შევიდა. ეს დღემდეც ესეა. დღემდე ესეა და მე ვარ სპეციალისტი აიურვედის. აიურვედას აქვს, ეხლა ნახე მე მასაჟი გავაკეთე 1 საათის წინ, ის ადამიანის სპეციალისტია აიურვედული მასაჟის. არის აიურვედის სპეციალისტი, მედიტაციის სპეციალისტები, ზოგი არის იოგის სპეციალისტი. მე ვარ აიურვედიკ ნიუტრიშენ. ანუ კვებით რას შეიძლება, ნუ კვებით 1500 დავადების კურნალობა შეიძლება. მე უნდა ჩაგბარდე ერთი რა შენ რა ეს აი ამას ვერაფერი ვერ უკენი რა. კი ბა ეს ადვილია. მაგრამ ადვილია ეძახე შენ მაგრამ ჩალიჩობ, მაგრამ არ გამომდის. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. კარგი, განათლების თვალსაზრისით მოდი ჩავეძიოთ ინდოეთში როცა შენ ცხოვრობდი. იქ დაიწყო შენი მზაობა ამ სივრცეში შემოსვლის თუ ბოლო 15 წელია უფრო ინტენსიურად? მე არ მუშაობდი არადროს ამ პროფესიით, მარტო ინდოეთში 1-3 წელი მუშაობდი, ესეც ამერიკული კომპანია რო არის. მე საქართველოში წამოვედი, ვერ ვნახე რომ აქ ეგეთი, ანუ ჩემი პროფესიით ვერ ვიმუშავებს. აქ და არს მუშაობდი. ისევე ესე დისტენციურად, კან ამერიკული კომპანიისთვის, კან ინდოეთში რაღაც იმისთვის მუშაობდი. მოვიდა კორონა. კორონას დროს ყველა მიცი ეს ყველაფერი ჩაიგედა. ხო და ჩემი პატარა 2 ბავშვი მყავს და ყოველდღე ვეუბნები, მეთქი მე მინდა ბავშვებო რაღაცა, აი კონტენტი მინდა რომ ზამთელობაზე გადავიგოთ. ყოველდღე ხან მინდა კამერა ვიკიდოთ, პროფესიონალურად რო გადავიგო და ეს ყველაფერი. ხო და ერთი ჩემი ბავშვი მეუბნება, სკოლაში მიყავს. მიდიოდა სკოლაში. მოდი, ნუ ინდურად პაპაჯი ეძახიან, პაპა, ანუ მამას ეძახიან. ხო და თმებზე გადაიგეთ. იდეა მომცა თმებზე გადავიგეთ. დავტოვე ბავშვი სკოლაში. მოვედი საქში და აგერ ესე ტელეფონი, TikTok-ში თმის როგორ უნდა თმის მოვლაზე გადავიგე ვიდეო. გავარდა 60,000 ნახვა. პირველი ვიდეო. პირველი ვიდეო. სტიმულაცია მოვიდა რომ ნუ არის გზა, სადღაც მეთქი არის გზა. მოტივაცია არის, წარმატება, მოტივაცია. ანუ კორონას ნუ მანამდე არც იყო ეს ზანსაგი კონტენტი რაღაც. ეხლა კი ბევრმა მოიფიქრა არ უნი რადგან აკეთებ, ჩვენს გავაკეთო და დაიწყო ბევრმა. კარგია. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის კარგია ბევრი ინფორმაცია, რომ მიიღოთ. არ იცოდა ხალხმა წყალი როგორ შეიძლება. გაციებულია გრიპიანია, მაცივრიდან იგებს წყალი დალევს. ფეხზე დგომა სვამს წყალი. ბევრი რაღაცა, ეს ძალიან ცრული რაღაცა. მაიცა ფეხზე დგომა წყალის დალევა არ მოსულა. არ შეიძლება. იგი ეს არის აიურვედა. არ შეიძლება 1.5 წიქა რომ უცბად. მე მაგარს ურახუნებ ეგრე, გონია რომ ბრომად კარია. ჩვენი ნაცლა, ანუ ეს პირდაპირ მიდის. აი შლანგიდან ერთი წყალი, ერთი ტემპით წავიდე და იმ ზუსტად იგივე შლანგში უცბად წყალი გავბერავს სადღაც. ბერავს ბევრი წყალი. ბევრი კლაპავს თქვენ იმ წყალთან ერთად ჰაერი. და მე ვარ კი, ეს კლუბ ნელ-ნელა უნდა დალიო წყალი, დაჯდომით უნდა დალიო. აიურვედა ეუბნება თუ კაცი ანუ ადამიანი სვამს ფეხზე დგომით წყალი, იმ ადამიანის სიბერეში მუხლი არავინ არ გაასწორებ. ხვარი და დამჯდარი და წყალს. ზედასკები წევ. რამდენი 1-2 ლიტრას ურახუნებ წყალს დღეში. მე ცუდი ხო არ არის ეგ? არა. ნუ აი ჩვენთან ესეა, ჩვენი ფილოსოფიაში ესე არის, რომ როცა მოგშივდება საჭმელი, როცა წყალი მოგინდება
წყალი უნდა დალიო. ესე არ არის ზოგი ბოთლით დადის. ხო, მთელი დღე დადიან ბოთლით, ხო და სულ ესე ეგრე არა. დალევს წყალი ეს შარდავს. კანი არიგებს იმ იმიტომ რომ ზედმეტია იმ დროს. კი ბატონო. შარდავს და თავის ტკივილებია. ელოდი თუ არა რომ საქართველოში ამ ხელა აუდიტორია დაგხვდებოდა. აი ის 60,000 პირველი ნახვა. ეს შენთვის დიდი სურპრიზი იყო სავარაუდოდ და მერე რა ხდება? სურპრიზი არ იყო, მაგრამ მე მოვიფიქრე რომ ეგეთი აპლიკაცია რა დავარდა. დავარდა, მე ვცადე კიდე, ანუ მოიმატა. ანუ მილიონ ნახვა, მე 3-4 ვიდეოს მილიონ ნახვა. ეს იმ კოვიდის პერიოდში ხდება. კოვიდის პერიოდის მერე, როცა დაიწყო სკოლები, გაიხსნა ეს ყველაფერი, ხო და მილიონ ნახვა მე ფიქრობდი 4 მილიონი თლიანი საქართველოს მოსახლეობა. მილიონი ნახვა საიდან მოვიდა? მეთქი რაღაცა ისეა, რაღაცა. და მე რა მოაჩინე. ნუ და ისე ნელ-ნელა გავაკეთეთ. მე არ მქონდა არც სხვა YouTube არ მქონდა Facebook არაფერი არ მქონდა მანამდე TikTok-მა იმუშავა თავი TikTok-მა და მე ხალხმა დაიწყო სხვა ადამიანებმა ჩემი ვიდეო იგებდნენ და ზიარდებოდა სხვადასხვა ქსელებში მე თვითონ მე გავაკეთე ეს რომ ისა და ყველგან კარგი შენ აკვირდები ბუნებრივია ჩვენს მოსახლეობას და გაიცანი ეს ხო ეხა კომუნიკაცია გააქვს მეგობრები ყავს ამდენი ქართველი ხალხი მაინც მოციყვარული ხალხი ვართ ხო გვიყვარს კომუნიკაცია ეს აქტივში გვაქვს ყველაფერი ხო რას აკვირდები რა არის ძირითადი პრობლემა ჩვენთან არაჯანსაღი მიმართულებით ეს არის კვება ეს არის მაღალი სტრესი თუ ეს არის ცხოვრების ყოველდღიური წესი ადინამია ვარჯიში ქართველ კაცს ნაკლებად უყვარს დილას ადრე ადგომა ნაკლებად უყვარს შენ მაინც ტრადიციული ასე ვთქვათ ფილოსოფიის ნაწილია ხო ეს აივერდა ხო მედიცინის შინაარსობრივად ეგ არის ხო უამრავი რამ არის აი როგორ ხედავ ეხა ჩვენთან რა არის ძირითადი პრობლემა მაინც ნახე სტრესი ეს დიდი პრობლემა არ არის იმიტომ ხასიათი ეგეთია ქართველებს ემოციურები ვართ ხო მაგრამ არ იგებენ იმდენი სტრესი მაინც მინახია წრეში რომ ფინანსური საშუალება იმდენი არ არის მაგრამ ცხოვრობენ მაგრამ ხასიათია ეგეთი იმიტომ შველის ამ ქვეყანას რომ ნაკლებად საშუალებაც რო არის მაგრამ მაინც იხარჯება მაინც ტრიალებს სული ეკონომიკურად ეს ეხმარება ამ ქვეყანას მაინც აი 4 მილიონი ინდოელი რო იყო იგივე ადგილას რო შეუცვალო არ ვიცი რა იქნებოდა იმიტომ იმ მდგომარეობაში რომ შეიძლება ნუ 1000 ლარად ის ინდოელი ნუ ხასიათია ეგეთი ადამიანი სხვა რამე იქნებოდა სხვა რამეს გააკეთებდა იმით რომ არა რესტორანში ჭამა და ეს ხასიათია ქართველი ადამიანის რომ ჭამა ტელეფონი კაი ჭამა კაი მანქანა ნუ ვერ დაინახავს ნუ ჩაცმის და იმით ვერ რა თქმა უნდა მოგეთახმები კი ვერ ყველა კარგად ჩაცმული, მოწესრიგებული, გაპრანჭული, გალამაზებული. ეგ რა სხვა ქვეყნებში ჩანს, რომ ადამიანი რო შეხედო, მეტნაკლებად ვის უჭირს, ვის ულხინს, ხო? აქ მანქანითაც ვერ მიხვდები. ვერაფერს ვერ მიხვდები, ხო? ჩაგეცვალა. ხო. და გენეტიკურად გენები არის კარგი. რო იმდენი მოწევა, დალევა, არასორი კვება, მაგრამ მაინც ხანგრძლივობა სიცოცხლის მაღალია. ხო, ეს გეოგრაფია შველის. გენეტიკა და გეოგრაფია. კარგად დაგვახასიათე შენ მაგარია, მადლობა, კაია. ცოტა დაულაგდებით ნენელა. რაღაცას ვისწავლით. ყველა ერი გადის ხო ამ გზას, ხო? თურმე ქართული სუფრა თლიანი, ანუ სუფრა კი არ, ანუ საწმელი. იმ სუფრაზე ყველაფერია. მაგრამ სილაც ნახშირწყალი ყველაფერი ქორცია იმდენი ფერის ბოსტნეულია სხვადასხვა ნაირნაირი ის არის მაგრამ იმ ბოსტნეულს ხალხი სუფრაზე არ სუხლია ეგაა პრობლემა ერთი რო 20 გრამი კი ბა ერთი 200 გრამი რო მიირთვა ჯერეს ბოსტნეული მერე ჩამე ეს გოჩი და ეს ყველაფერი ასე წვალილი კაციშვილი ხელსარკით არა ბოლოს იმ პატარა რაღაცას იგებენ და ცოტა გეცვალა კი ბატონო მაგარი იყო მადლობა რა არის დოშები ბატა პიტა კაფა და რაში გვეხმარება აი ამ მიმდინარეობის ცოდნა აი დოშები რა არის დოშები არის აიურვედაში 3 ტიპი არსებობს ადამიანის ეხლა ნელ-ნელა ტრადიციული მედიცინას ნელ-ნელა ამბობს რომ სიცხლის ჯგუფის მიხედვით უნდა ჭამო ნახე სად მიდის ხო რაღაც თემები არის კი მაგაზე ერთი კასტი გქონდა ჩვენ სტუმარიც ყავდა რომ სიცხლის ჯგუფის მიხედვით საკვების შერჩევაო ხო და ეს ზუსტად 3000 წლის წინ თქვა აიურვედამ რომ ტიპის ანუ ვატა კაფა პიტა
იმის მიხედვით უნდა ანუ ჭამო. ვატა კაფა პიტა არის ადამიანის ტიპაჟი? კი ბატონო, ვატა არის ვაიუ, ანუ ჰაირი. კაფა არის, ნახე კაფა, რომელიც აქ ნახველში, აქ სინუსიტესში რო გროვდება. ეს ლორწო, ხო? ლორწო, კაფა და პიტა. Fire. ისა, პიტა რა, fire. ცეცხლი, ხო, ცეცხლი. ადამიანს აქვს ამ სამი ტიპი. თავის ტიპი ადამიანი რო მივხვდე და იმით რო ჭამო, საიდან უნდა მივხვდე მაგას ახლა? პიტა ვარ, კაფა ვარ თუ ვატა ვარ? დაბადების თარიღით თუ როგორ? არა, ეს ტიპი შემიძლია მე გითხრა, ახლა რამოდენიმე კითხვა იქნება ადამიანს, აბა წონისკენ მიდრეკილი ხარ, პატარა ჯოგ-ჯოგი ადამიანი საჭმელი რო არ სჭამ, პატარა წყალის რო დალიო გასუხდება, ჯოგი რასაც გინდა ჭამე. ანამნეზი, ანუ შე გამოკითხავ და კი, იმის მიხედვით მიმართულებას აძლევ. კი ბატონო. ვიცი რომ საკუთარი მაღაზიაც გახსენით, ხომ საქართველოში, გამომდინარე გამოცდილებიდან და გამომდინარე იქიდან, რასაც დღეს ფლობთ თქვენ, ხო, ამ მიმართულებებს, ხო? რა ხდება მომხმარებელს თაროებზე, როცა თქვენ მაღაზიაში მოვა? რას სთავაზობთ? ჩვენ გვაქვს დაახლოებით 30-ნაირი სხვადასხვა ბალახეული დანამატები. რომელიც სტრესის საწინააღმდეგო ყველა მიცის ოფლიო პოპულარულია ყველაზე აშვაგანდა. ბევრი სტრესის წამლებშიც შედის აშვაგანდა. იქიდან ნასწავლია ახალ მედიცინას, რომ აშვაგანდაშველი კურკუმინი დღეს ყველა ექიმი წერს, ვისაც პრობლემა აქვს. ანუ დაკავშირებული არის მარტივად რომ ახსნათ მაყურებლისთვის ის მედიკამენტები თუ ნივთიერებები, რომელსაც ვყიდით, გაფუძნებულია მცენარეებზე. ანუ მცენარეულია ეს ყველაფერი. სრულად მცენარეული. ანუ ლაბორატორიაში გაკეთებული ვიტამინი ჩვენ არ აგვაქვს. გასაგებია. ნახე C ვიტამინი რო გინდა თქვენ, C ვიტამინი დალევა თუ გინდა. ლიმონი მინდა ვთქვათ, ასკილი მინდა ვთქვათ რაღაცა, ხო? ეს არის ბუნებრივი საწმელისგან. როცა დაგჭირდე დანამატით. როცა კიდულობს თქვენ ნებისმიერი ადგილზე C ვიტამინი. უკან წაიკითხე აბსორბიკ მჟავა. ეს კეთდება ლაბორატორიაში, ფხვნილია, რომელიც დალევის მერე ეს კაცმასის რაში 5-10% შეითვისება, დანარჩენი იკარგება და არც არის კარგი. ჩვენი ნებისმიერი ვიტამინი არის ბალახით გაკეთებული. დიახ. გასაგებია, ეს გასაგებია და მისაღებია, იმიტომ რომ დღეს არის 1000 ესე ვთქვათ, ოპონირებას უწევენ ამ მიმართულებებს რა, ზოგს მოსწონ, ზოგი აკრიტიკებს, ზოგი ასე ვთქვათ, განიკითხავს და ასე შემდეგ. თუმცა ბალახეული და ჯანსაღი პროდუქტი, თუ კი ეს სათანადო წესების დაცვით მზადდება, მიწოდებული ადამიანთან გამარტივებული ფორმით. ეს არის არანაირი ქიმია. აი რა გვწამლავს ისე რომ ჩვენ ადრე დავბერდეთ. არის ესეთი რამე გამორჩეული? ერთი რამეა შაქარი. ვა. და ბოლოც ესაა შაქარი. ერთი რამეა, რომელიც აბერებს ადამიანის შაქარი. პირდაპირ კავშირში არის შაქარი. ანუ ნახე, შაქარი რო იგებს ადამიანი, მერე სტრესის ბრალიც შაქარია. ანუ შაქარი სადღაც კავშირშია, რომ ადამიანი სტრესია. გასუხდება ადამიანი, მეტაბოლიზმი სუსტია, ნაჭამი ნუტრიენტები არ მუშაობს. ანუ ინსულინი არის თელი დღე და გამე მაღალი. ეს კოშმარია. ინსულინი როცა მაღალია, ჩათვალე რომ ადამიანის სერკელი, ანუ წრე მიდის ქვევით. დაბლა. როცა ადამიანი ტოვებს შაქარს, 3 თვე ჭირდება, რომ დაინახო გასუფთავება ორგანიზმს. კი ბატონო. მე მაგალითად არონ შაქარს შენს ყავას გაგიმზადებ ახლა. შაქარს ვცდილობ კი არა ვაკეთებ ამას ვიცავ. თუ კი შემიძლია რომ არ ჩავყარო, აი მაგალითად ყავაში არ ჩავყრი, ჩაიში არ ჩავყრი, ანუ არ გამოვიყენო, არ ვიყენებ. ვცდილობ რომ ტკბილეული, ნამცხვარი, ნახშირწყლები, მარტივი ნახშირწყლები, ხო, არ მივიღო, ანუ იშვიათად თვეში ერთხელ ან ორჯერ და მინდა გითხრა რომ თავს გზნობ მეტაკლებად კარგად. კი ბატონო. და არ მაქვს ის მოთხოვნილება, მაგრამ დავაკვირდი ერთ რამეს, აქვე გავუზიარებ მაყურებელს. მე თუ ოდნავ ტკბილი მივირთვი, 10 ჯერ მეტი მინდება მერე. კი ბატონო. ანუ თითქოს ეს ტკბილი აღვივებს რაღაცას ჩემში პროცესებს, რაც დამატებით ითხოვს კიდე ტკბილს. ის კი არა რომ ჭამე და კარგია, კიდე მინდა. არა, იქ პროცესი არაფერი არ არის. პირდაპირ არის ჭამს
შაქარი სვიცქილში მოიმატება, მოიმატა. მაგისი ქვევით ინსულინი წამოიგო, ეხლა დაწვა ეს შაქარი. ყველა მიცით დაწვა შაქარი, ისევე ეს შაქარი იქნება დაბალი, ორგანიზმს დაგჭირდება კიდე შაქარი. იმიტომ რომ ინსულინია მაღალი. მაგალია. ანუ იმ წრიდან არ მოდის ადამიანი. ინსულინი მაგალი დაბალი. ეს სტაბილური როდის გახდება ეს ინსულინი? მაშინ დაალაგდება ბევრი პრობლემა. ყავა მიერთვი, ახე არომატი ნახე, არომატი რა კარგი აქვს შეხედე? კაფი? კაფი როგორც მიყვარს. კარგია. ძალიან კარგი. ყავა დილას თუ საღამოს, ბარე მეგეც გითხარი. დილას სტატისტიკურად მთელი ევროპა, იტალია გიდა, საფრანგეთი გიდა, კრუასონი და ესპრესო. რა ფანტასტიკურია, ხო? თქვენ რას ფიქრობთ? ნახე მე იტალიასიც ვიყავი და საფრანგეთიც ჯერ წყალის ვავენ ყველა. კი, წყალი კი ბატონო. რესტორანში რო შეუკეთო წყალი ყავა, მოაქვთ. წყალი მოვა, კი. მერე მოვა კი. ყავა. თქვენ თუ დალიე წყალი, შო, უკვე შეგიძლია მერე ყავის დალია. ანუ თქვენ ამბობთ, რომ დილას მე მივირთვა ერთი ჭიქა წყალი, დამჯდარზე მშვიდად წყნარად, ნელი ტემპით, კი, ბატონო. მერე დავაყოლო ყავა ოღონდ ნორმალური რაოდენობით, it's okay. ანუ ყავა უნდა დალიო. მერე არ დააბრალო რაღაცა რომ ჯოგი არა სვამენ ყავა, გავს ყავა. ყავა დალიე. ხო, პოლიფენოლებია, ანტიოქსიდენტებია, რომ ჩვენი გვიძლია და კუცნაცა, ანუ უფრო კარგია ეს ყავა. ოღონ ყავა იყო. ოღონდ ნამდვილი ყავა იყოს და არა რაღაცა ფხვნილები და კრისტალები. ჯოგი სვამს იმას რა ქვია, ლობიოს. კი, და ყავაგონია. კი. კარგი. წავედით წინ. რომელია ის სამი საკვები პროდუქტი, რომელიც აუერდას მიხედვით ყველაზე მეტად აზიანებს მაგალითად კოლაგენის გამომუშავებას ორგანიზმში და აჩქარებს დაბერებას. შაქარი ვიცით. არის ვაღიარეთ შაქარი, რომ პრობლემაა. მოდი ეხლა კიდე უფრო ჩავყვეთ და კიდე სამი პროდუქტი მითხარი, რომელსაც უნდა მოვერიდოთ. ეს შეიძლება იყოს ღორის ხორცი, ცხიმიანი, შეიძლება იყოს რაღაცა სხვა კიდე. არა, ჩემი პრაქტიკაში, იმიტომ ნახეთ ბოლომდე რო ყველაფერი მართალი არ არის. თვალდაკუჩული რო ყველაფერი ეს ჭეშმარიტება არ არის, რა თქმა უნდა. კი ბატონო, შეცდომები ყველა პრაქტიკაში ხდება. აიურვედაში არის რომ ადამიანმა ამ დოშებით თუ ადამიანმა არ აჭამა თავის დოშის მიხედვით კარგი საწმელი რასაც ქვია აი ყველაზე კაი საწმელი აი ახდევს ეხლა ავოკადო ხო? კი. ეს ავოკადო შეიძლება ყველას არ მოუხდე. არადა ცნობილია რომ კარგია, კარგი ცხიმია ამაში, ბუნებრივი ცხიმია. კი ბატონო, კარგია, კარგი ცხიმია. მე არ მიხდება, იცი? ცუდად ხვდები ამას როჭამ. ხო და არ ჩდება თქვენი დოშაში ეს. ადამიანი არის ეგეთი, რომელიც ხაქვ არ მოუხდება. უნდა ჭამა, მაგრამ ხაქვის ჭამის მერე აქ ცუდათა. აუ მე მაგარი კითხვა მაქვს. რას ვერ ჭამ, იცი? კატლეტი ხო იცი რაც არის? აი კატლეტი, გინდა გორის კატლეტი იყოს, გინდა სახში დედაჩემის გაკეთებული ან ჩემი ცოლის გაკეთებული კატლეტი. ვერ ჭამ კატლეტს, რო ჭამ კატლეტს, ან რო ჭამ ქაბაბს, იმ დროს კაია. 1-15-20 წუთი, მაგრამ მევასებ, 20 კატლეტი შემიძლია დავარტყა, მაგრამ 1 საათში ხვდები ცუდად. მერე მეწყება ბოდიში და ბოყინი, ეს მთელი შენი ნაჭამი საჭმელის რაღაცა უბედურება მეც წუხდები და გარემოც წუხდება. აი ვერ ვინელებ ამას რა. იმიტომ მწვადი? მწვადის კი. რამდენიც პრობლემა არა. არანაირი. ეხლა რა პრობლემა? იქ კატლეტში და ქაბაბში ნიორია. არა. პური ხო უმატებენ? კი. კი ბატონო. პური გლუტენია. გლუტენია გაძლე, ანუ ხორცთან ერთად რეაქცია გაძლევს თქვენ. ანუ პური ისე ცილოფრო თეთრი ქვილის პური დავმაყავს. არა, თეთრი არა აქვს მნიშვნელობა. ხორბალი გაძლევს. ხორბალი ხორცთან ერთად. გაერთიანებული. ანუ ორ კომპონენტიანი საჭმელი მაძლევს ამ რეაქციას. კი ბატონო. ვა! ხინკალზეც ეგრე ვარტო. რატო? იმიტომ ხორცი და ფქვილი. ფქვილი, ხო. მწვადი რატო არ გაძლევ? მწვადი არ ვაფშე არაფერი. იმიტომ მარტოკა. მწვადზე ისე პურსაც არ ვაყოლებ, ისეთი გემრიელია ხოლმე რა. არს უნდა მიაყოლო. ხორცია რა. ბოსტნეულს ვაყოლებ. იცი რა არის ადამიანი მინახია მეუბნება, იცი რა არის? ექიმა მითხრა, ხორცი არ ავჭამო. ქოლესტერინი მომემატა. იქ ზღაპრებია. ხო, და პურს ჭამს თელი დღე. და იმ ხორცს დააბრალე. ხორცის ნუ დააბრალე. ხორცი ქოლესტერინი არ უმატებ, კვერცხი ქოლესტერინი არ უმატებს, ქოლესტერინი იმატება მაგალი ინსულინის დონით.
მილსუნინი მოვიყვანე ქვევით და ხოლესტერინიც და ჩამოვიდა. ყველაზე ადვილი მე როგორც ვეუბნები ყველა ვიდეოში 1-200-300 გრამი ბოსტნეული თუ გიჭამია იმის ძევიდან ქინკალი რო ჭამა დააყოლო. ინსულინი არ მოიმატებს. არ მოიმატებს. გარანტია გაძლევს, მაგრამ ნახე მედიცინაში გარანტია არ არსებობს, ხო? მე არ გეუბნები. აგერ ჭამე, სიამოწმე, არ წავა მაგრამ. რა საინტერესო ადამიანი ხარ. ხო, შო არ წავა მაგრამ და მე მჯერა შენი და ეს ნახა ადამიანმა იმიტომ ჯერებენ ჯოგი წემი და ეგ არის. კარგი. აივერდას პრინციპებით როგორც შენ აღნიშნე სამი ტიპის ადამიანი არსებობს, ხო? მაგალითად თუ არონი არ არის გარშემო, ხო? არა ხარ ეხა ყველასთვის წვამადი ესე არ არის, ხო? და ბევრს აქვს სურვილი. მე მაგალითად სურვილი გამიჩნდა, რომ მოვიდე შენთან და კაი, ესე დაგირეკაო, მეგობრულად მიმიღებ რაღაცას დამეხმარები. აი ესე ჩვეულებრივად მოსახლე როგორ უნდა მიხვდეს, რომელი ტიპის არის და როგორ უნდა შეარჩიოს, ოღონდ თუ ეს ძალიან რთულია, ხო? კი. აი როგორ უნდა მივხვდი, აი რანაირად დოშის დოშა რო თავის დოშა ადამიანმა რო გაიგო. ნუ ადამიანი ვინც იცის როგორ გაიგო მაგასთვის 5 თუთის ამბავია, როგორ ეხლა მე გავიგოთ თქვენი დოშა. მითხარი ეს თმის გაჭაგარება რომელი ასაკში დაიწყო. 35 40 წლის მერე უფრო 40 წლის მერე მანამდე არა ნელ-ნელა ნელ-ნელა კი ბატონო კიდე წონაში მეტნაკლებად სტაბილურად თუ არ 45 მაგრამ ცოტათი თუ ურევს სუქდებით უცებ არ სუქდები მაგრამ შეიძლება შემომეპაროს ესე 5 კილო ისე რა ორ კვირაში რა აი ესე ორ კვირაში 5 კილო შეიძლება ნუ კარგია ის კი ანუ ბევრია ო ბევრია მაგრამ თუ მაშინ მაგრა უნდა თქო კი ბატონო ამაზე როგორ ხარ კელის ტკივილები ცხვირი გაცივება ეს ყველაფერი ნაკლებად ხო მუხლები საქსრები როდის მეთათა ფეხის გულები ტკივა კი დილასო ვდგები მიჭის და მერე გამდის ხოლმე მუხლები წესრიგშია საქსრები წესრიგშია ფიზიკურ დატვირთვას უძლებ კარგად კი ბატონო რომელ თვეში ხარ დაბადებული მაისში კაფა დოშა გააქვთ თქვენ კაფა დოშა კი არა ანუ კაფის ადამიანი ხარ ეგ კაია თუ ცუდია არა, კაი და ცუდი არც ერთი არ არის. ყველა კაია. ყველა კაია, მე ვიცი რომ ძალიან კაია. ხო, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის არ ზოგი ტიპის საწმელი ნახე, როგორც გლუტენი გაძლევს ელერგია თქვენ ქორწთან. ლაქტოზას ვერ ვიტან. ლაქტოზას დაბრედილი. ნახე, თეთრი რაღაცა თქვენთვის მავნეა. ნებისმიერი თეთრი ფერის საწმელი. ვა. გაგვირდი რომელი თეთრი საჭმელი? აუ, თეთრი თევზი ვჭამე მე უმი და ალერგია მომცა კინაღა მოგტიტო. თეთრი ფერის საჭმელი. ერთ-ერთი შეიძლება კვერცხი, რომ დავანებო კვერცხს. ნუ კვერცხი ხო დავანებო. ოკეი, კვერცხს ხარ. დანარჩენი თქვენ უნდა მოერიდო თეთრი ფერის საჭმელს. ანუ ფქვილი ძირითადად ეს თეთრი ფქვილი, ქორბალი, კველი, მაწონი, რძე. ვერ ვიტან, ხო? ვერ, იმიტომ დაბადებული ხარ. როგორ უნდა მიიტან? არ არსებობს მედიცინა, რომ რაღაცა მოგცე, რომ გალაგდე პრობლემა. არ დაალაგდება. ეხლა ვიპოვე, სხვათა შორის, ეხლა ვერ დავასახელებ რომელ მაღაზიაში, მაგრამ ვიპოვე ულაქტოზო ყველი. ულაქტოზო ყველი და ვიპოვე მდნარი ყველი ლაქტოზ ფრი. კი. ეხლა მოვსინჯი არონ, მე მიყვარს ჩემ თავზე ტესტირება რა, დავაკვირდი, ულაქტოზოზე კარგად ვარ. ხო. არა მაქვს, მაგრამ ლაქტოზიანი, აი ამაში ახლა ერთი ჭიქა რძერო დამიმატო, ნახევარი ჭიქა, მთელი ღამე გავათენებ რა. თეთრი ფერის საჭმელი არ მოგიხდება. არა მარტო რძე. სხვა მოიფიქრე. ძალიან დიდი მადლობა კონსულტაციისთვის. გაიხარე. რა ვარ, რა ტიპი ვარ? კაფა. მეც იგივე ვარ. მართლა? აი რაღაცა ვიძენის. მაგრამ იცი რა არის? არ მაძლევს რომ ჭამებ და გულიმერავ და რაღაცა მომიმატება ესა კაფა მომიმატება სინუსიტებში ჩირკი და შიგნით დამიგროვება დაიწყებს მე რომ იმიტომ ძროქის რძე ძროქის იმისთვისაა ჰორმონები მეტი ადამიანის ეგ არ არის არა ბავშვობაში ჩვენ რომ ჭამთ რძეს დედის რძეს ზუზუთი ვიყვებებით იქ მთავრდება 11 თვე 12 თვე წელი ნახევარ შო იქ იმის მე არ უნდა იმიტომ ძროქის რძე რო თავისი ეს რა ქვია ქართულად რო თავის ბავშვი რა ქვია ბოჩოლ ის რო იგებს ნახე რა სტრაფად იზრდება
ორ წელწადში უკვე სრული ის არის. ადამიანმა ჭირდება ნელა-ნელა ზრდა. ჩვენ ნელა-ნელა უნდა გავზარდოთ. აგერ ეს საჭმელია ჩვენი. აი ხა მოდი აქ ისეთი favorite საჭმელია სხვა შორის დადებული და დღეს მოდაშია რომ ეს ამბავი. მაგარა მოდაშია. კი ბატონო. ესე იგი, ნუ საერთოდ ნახე ბოდიში აი ეს სელი ჩიაზე პანდემია ამდე არავინ არ საუბრობდა. პანდემიის მერე მოდაში შემოვიდა. ტრენდული გახდა. კი, კურკუმა ვინი? კარგი, რასთვისაა ეს კურკუმა კარგი? კურკუმა არის ბუნებრივი ანტიოქსიდენტი. ანტიოქსიდენტის თეორია. ოკეი. იქ 3000 წლის წინ პირველი ეგეთი საჭმელი იყო, რომ ანუ ეს დავამატოთ საკვებში ასეთი უმისახით როგორც სპეციები? ეს უმით რომ იქნება საჭმელში გემო გააფუჩებ. ეს უნდა შენელი მოიხარშო. როგორც სხვადასხვა სუნელები, უცხო სუნელი, კინჯი, ისა. თუმცა ლიდერია ამ ამბავში კურკუმა. კურკუმა სამედიცინო ლიდერიცაა. კურკუმინი, მაგისი ნივთიერება, რომელიც ხო, აი აქ შენ გაქვს ეს წარმოდგენილი. კი, კურკუმინი არის, კურკუმი. იმიტომ დავარქვი მე ოქრო. ნახეთ, კურკუმინი gold. ხო. რომ ეს ნივთიერება არის, რომელიც ცხოვრებაში ეს შენ მაღაზიაში არის. კი. ყველა ადამიანს შეუძლია კი არა, უნდა მიიღო ადამიანმა ეს. დრო და დრო უნდა მიიღო მაგის კურსები. და ეს რა არის მორინგა? ეს მორინგა არის მცენარის მულტივიტამინი. ყველა ვიტამინი შედის მაგაში. ესეც მცენარეული. პორტოქალზე 15-ზე მეტი C ვიტამინია. ლიმონზე საინტერესოა. შუიძერმეტი. აკა ეს რა არის? სელი. სელი რისთვის არის კარგი? ომეგა 3. ბოჭკო კუჭნაწლავისთვის. ეს უმათ ურჩევ შენ ადამიანს თუ მოხარშულს თუ გაღვივებულს? ცოტათი, აი ძალიან ცოტა დაბალი სეცხლზე, თაფა უნდა იყოს თბილი. ძალიან ცოტათი რა წამებში დაიწყებს ხმა მოდის. ხო, ტუკ. კი. წყალში უნდა ჩაუშვათ ესა თუ მშრალტაფაზე? უნდა დაფხვა, იმის მერე უნდა დაფხვა და შევინახოთ. მერე ნებისმიერი რამისი შეურიოთ, გინდა ჭვენში, გინდა მაწონში, ნებისმიერი რამეში დაამატეთ სელი ძალიან მაგარია. კუჭნაწლავის ჩია იგივე ისევე ისე ომეგა შედის, მაგრამ ჩიას არ ჭირდება ისა მომზადება, ეს მარტო წყალში დატოვე ღამე ერთი ჩაესკოზი, დილით დახვდება გაფუებული. იმიტომ ბოჭკო შედის. და ნაწლავის კედელს გაგიწმინდავს, კუჭის მოქმედებას დაარეგულირებს. ყოველდღიური მოხმარებისთვის მისაღებია შენ. და ცილის რაოდენობაც კიდე შედის. აჰა. სცენარეული ცილა კვებასაც გვაძლევს. ეხლა არ შემიძლია არ კითხო ძალიან პოპულარულ აი ამ ჯანჯაფილზე, ჯინჯერი. ხო, აი ეს დღეს, რა ვიცი, ყველა მარკეტში, დახლებზე, ესეთი ძალიან ორიგინალური, არ ვიცი ეს რა არის, ბოსტნეულია, ბახჩეულია თუ რა არის? სუნელია? სუნელში. აი ამას როგორ განიხილავ შენ? მე მაგალითად სახში მეუღლე მიმზადებს ისა ლიმონი, კიტრი, ეს დაჭრილი წყალთან ერთად და რაღაცა გემრიელია დილაობით და მთელი დღე ვსვამ ხოლმე. ყველაზე გემრიელი მაგისი გამზადება როგორ არის, იცი? ერთი ნატეხი პატარა. აი ამ ხელა მაგალითად აი. ბევრია. ამის ნახევარი. ამის ნახევარზეც ნახევარი, პატარითი. ნახე როგორი არომატია. დაჭერით. აადუგეთ ერთი 300 გრამ წყალში, კარგად რომ აადუგოთ რომ ამოვიდე მაგი წვენი. ოკეი. მერე გააწურეთ, თაფლი დაამატე, კარგი. ცოტათი თაფლი დაამატე. ეს არის ძალიან მაგარი. და მივირთვა, ანუ ყოვზით ჩვეულებრივ. როცა დიაბეტიანი ადამიანია, მაშინ თაფლის მიგებაც არ შეიძლება. არ არის რეკომენდებული, ხო? ნორმალური ადამიანს ვისაც არაფერი არ აჩუქებ, თაფლი და ეს არის ძალიან მაგარი. აიუვერდაში თაფლის როლი როგორია? მე მიყვარს ძალიან თაფლი. თაფლის როლი დიდია. თაფლის ადგილი დიაბეტისთვის მაშინაც გამოვრიცხეთ, იმიტომ ეს ძალიან დიდი მითია, ვაიმე თაფლია და ეს არა, გლიკემიის ინდექსი მაღალია თაფლს. მაგალია, ნახევარი ფრუქტოზა, გვიზლიც იტანჯება მაგის მეტაბოლიზმში. ცოტა რაოდენობას უწევ რეკომენდაციას თაფლს მაგალითად, აი 2 სუფრისკოვზი დღეში ვთქვათ დიაბეტიან თუ არა, ჩვეულებრივად. ჩვეულებრივად კი. ჩვეულებრივ ადამიანს მე ძალიან მიყვარს თაფლი და შემიძლია აი ძალიან დიდი დოზა მივიღო მაგალითად, მაგრამ მე ვიცი რომ წონისთვისაც ცუდია და ფრუქტოზა GI მაგალია,
მაგალი გლითი კარგი. ეხა უყურე, აქ დევს კიდე ხახვი და ნიორი. ნიორზე უამრავი მითია, ვირუსებს კლავს და 1000 რაღაცა და ხახვი, რომელიც მაგალითად ქართულ სამზარეულოში ძალიან პოპულარული ის არის, წარმომადგენელია თეთრი, წითელი. როგორ არის ამ ამბავში? უმად ხახვი კარგია? მე გამიგია რომ ხახვი უმად რომ ჭამო, პობის პროცესები ვითარდება მუცელში და რაღაც არასასურველ შედეგებს იძლევაო. ნახე, ჯოგი ადამიანი იგივე დოშებში გამოვიდეთ, ჯოგი ადამიანი მაგის წამის მერე გაზები დაგროვდება. და ზოგი ვაშლივით ჭამს. კი, ჯოგს არაფერი. და მაგისი კანის ხო არის თავარი, ამის უკან რო თხელი კანი რო არის. ხო, პირველივე შრე რომ ფენა, არა, ბოლო ფენა, შიგნით. ხო, შიგნით, კანის ქვეშ, ხო, კი, სელოფანივით. ეს ძალიან ეს არ არის სასურველი. ან უნდა კარგად გავფრთხნათ. უნდა გავფრთხნა. ეს უმი არ უნდა ჭამო ისე ადამიანმა, ვისაც აქვს კენჭების პრობლემა. დაღულ კენჭოვანი, თირკმელის კენჭოვანი. იმიტომ იგივე არის როგორც პომიდორის თესლები, პომიდორის კანი. ხო, კანი არ ვარგა. კანი მაგისი შიგნითის რო პატარა ის არის ის კენჭებისთვის აკრძალულია. არ უნდა. ნიორზე რას გვეტყვი? ნიორზე უარი თქმა არ შეიძლება. ყველაფერისთვის. უმადაც, მომზადებულად, კერძიც. ნებისმიერ რამე დაგეჯე, ვისაც შესაძლებელია ისე დაგეჯე და ძევიდან თბილი წყალი დალიე, დაჭერით, ცოტა ხანი ჯანგბადის ასუნთქეთ. ჯანგბა იმაზე დადე. ჯანგბადი შეხვდება, ელისინი რო არის შედის მაგას ნიფტიორება. ამას შედის ელისინი. ის მოიმატებს და საუკეთესო ჯანსაღი პროდუქტია. ოკეი, მე ბანანი მიყვარს. ბანანს მივირთმევ დილას ჩოგბურთზე სანამ წავალ, ნახევარს რომ მოვალ, მივირთმევ მეორე ნახევარს და ჩემი საუზმე ამითი მთავრდება. ეგს მისჩევ ეგეთ რამეს, ამას რუტინულად ვიყენებ, ოღონდ მართლა. ჩოგბურთზე ორჯერ, სამჯერ კვირაში დავდივარ და აი ეგრე ვარ, ნახევარი ბანანი ვარჯიშამდე, ნახევარი მე მივდივარ სამსახურში. კი ბატონო, ეგეთი ადამიანისთვის არ ურჩევს, რომელმა უნდა ჭამო და საქშივე უნდა იყო. თქვენ მიდიხართ, ანუ მე ხარჯავ ენერგიას რა. იმიტომ სწრაფად წავა გლუკოზა, თქვენ ხარჯავს ჩოგბურთზე, დაიხარჯება. მოხვალ ისევ ატვირთვათ აქ ჭირდება და იწვე. მაგრამ ესეთი ადამიანი, რომელიც მოსწონს და ჭამს და საქშივე არის, არ დაწოვს ამას. არ შეიძლება, პლუს დიაბეტი ადამიანი მათ არ არის რეკომენდებული. ძალიან მაგრამ ძალიან მინდა კიდე რაღაცები გითხო, მანამდე ჩვენ სპონსორს წავდგენ აჰავას, რომელიც ერთგული სპონსორია და მჭირდება ეს სპონსორი იმასთვის, რომ ჩაუწეროთ ეს ვიდეოები, ხო? მადლობა ავერს და მადლობა აჰავას. მაყურებელს შევახსენებთ, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა საკუთარ პროდუქციას სთავაზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. ეს ბრენდი სრულად ორიენტირებულია ეფექტურობაზე და მის გამოყენების შედეგი კვეთილად თვალსაჩინოა. შეგახსენებთ ასევე რომ პოდკასტი იწერება ძალიან კომფორტულ გარემოში, სივრცეში სახელწოდებით podcast point და მე მას დიდ რეკომენდაციას ვუწევ. ეს მოკლედ ჩართვა გავაგზავნოთ. არუნ, მოდი ესე ვთქვათ, დილის რუტინა. მოდი ჩემს სფეროს მივუახლოვდეთ რა და გოგოები გვიყურებენ ახლა და აინტერესებს შენი აზრიც, ბუნებრივია. ხო, მე როგორც ვიცი აქ დამიწერა ჩემმა გუნდმა, რომ დინაც ჰარია ქვია დილის მოვლას რაღაც საკუთარ დინჩარია ქვია საკუთარ თავზე ზრუნვას დილიდან. აი როგორ ვიზრუნოთ მაგალითად რას ურჩევ შენ გოგონებს ახალგაზრდას შუახნის თუ ხნოვანს აი დილის რუტინა რას მოიცავს თქვა თქვენი სამედიცინო მიმდინარეობების კუთხით. დილის რუტინა აიურვედა ეუბნება ისე ანუ ჩვენ ადრე როცა ექიმთან მიდიხარ აიურვედული ვედექოია იმასთან მიდის ახალგაზრდა გოგო ვისაც აქვს აკნეს პრობლემა. აკნე გინდა ბიჭია გინდა გოგოა მიდის უკვე აკნეა ახალგაზრდებს აკნეა ის არაფერი კრემი მალამოს არ აძლევს კუჭის გასუფთავებელი საშუალება რომ ეს გასუფთავდე ნაწლავი ეს თუ სუფთა იქნება აქ გამოჩდება ჩვენი სარკე ეს არის ადამიანი თუ უნდა მიხვდება ეს რა შვება სტრესია თუ რა შვება სახეზე წერია ეს უნდა იყო მეორე აიურვედაში დიდი ის არის რომ ეთერზეთების კულტურა
აჰა, ანუ წასვის ამბავში. კი, ეთერჯეთების კულტურა, იმის მერე, თქვენ აბიანგაძე მოგივიდა სადღაც აბიანგაძე ეწერა, აბიანგა ქვია self massage. ნახე, ეხლა დღეს მივდივარ ჩვენ სალონში. კი, რომ ადრე ხალი, საერთოდ ინდოელი ხალი თავისი აბიანგას აკეთებს. აბიანგას ნიშნავს თბილი ჯეთით ეთერზეთებით სხეულის დამუშავება. თავისი სახე, ჯერ თავი, ხო. მერე ეს დღეს რო იყიდება რაღაცა ქვასავით რაღაცებს რო წელა. მასაჟორები. კი, ეს მასაჟორები ადრე იყო. ესეთი მეტალური მასაჟები იყო ინდური, ძევით მეტალის რაღაცა. ბუნიკივით თავზე, ხო, კი. და მას ეს აიურვედული პროცედურა. ამას აკეთებდნენ, ესე როგორად რომ სიცხლის მიმოქცევა კარგად იყო. დიახ. და კუნთები რო ამოძრავ. დიახ. პლუს ეს ეთერჯეთებით მასაჟი ნავჭებისთვის მეორე პროცედურა აკეთებდნენ oil pulling. Oil pulling რა არის? გამოვლენა, ძეთის გამოვლენა. გამოვლება. ხო. პირში ჯეთი და მაგას რა ზეთი? სეზამის ზეთი. ეხლა საქართველოში სეზამის ზეთი იმდენად არის. ისა ოლივოილი თქვა ზეითუნის ზეთი. ხო, ზეითუნის ზეთი ან ქოქოს ზეთი. ანუ აიურვედაში ზეითუნი არა. კუნთი, აბა სადე თქვენ ხვალ 20 თუთი პირში ზეთი. ესე. რთული იქნება. იმიტომ რომ ის ბლანტია. დიახ და ეს კუნთი გამუშავდება და პირველი დღე ესე იქნება, ანუ ვითომ დაგეჭიმა. ივარჯიშე. ეს სახე როგორც მოდელების ხო არის აქ ვისაც აქ 2 ვარჯიშები. ეს ვარჯიშია. და აიურვედაში ეს ვარჯიშები არსებობდა. ეთერჯეთით ვარჯიში, ეს ამ კუნთების ვარჯიში და რავი, ინდოელი ხალები, ჯველი კი, ძალიან კარგად თმები, იმხელა თმები და რავი. კი, თან ამხელა თმას მოვლა ხო უნდა რომ ის კი ბატონო, ხალხი ფიქრობს გენეტიკური არა, მოვლა უნდა. ეგრე არ არის. გენეტიკური, კი ბატონო, არის როლი ერთ-ერთი, მაგრამ თუ ვერ მოიარე, კანი და თმას მოვლა ჭირდება. გეთახმები. საერთოდ როგორ უყურებს აიუერ და მაგალითად აი იმ დაავადებებს როგორც არის აკნე როზაცია, ეს თქვი, თქვა, ხო, აი როზაციაც იგივეა, აქედან მოდის. როზაცია მაგალითად ოტოიმუნურია. როზაცია არის ოტოიმუნური დაავადება, 100%-ით გეუბნები, ვინც უსმენ, დღესვე როზაცია თუ ვინმეს აჩუქებს, დატოვეთ, როგორც თქვენთვის არ შეიძლება ლაქტოზა, იმ ადამიანისთვის არ შეიძლება როზაცია. ესე არის, ანუ კუცნაცლავი ეუბნება იმ ადამიანს, მოდი მიხედე. მიმხედე აქ რა. მიმხედე, ანუ გლუტეინი და ლაქტოზა დატოვოთ 3 თვე, ეს ლოკები არ გაცითლდება მერე. რა და გლუკოზა ისევ? არა, გლუტეინი. გლუტენი? ანუ ქორბალი დატოვო და ნებისმიერი რძის პროდუქტი დატოვო. მოვიშორო ეგ. ხო, კვებასი კონდე ქილი ბოსტნეული ხორცი. 3 თვე და დავაკვირდე რა მოხდება. არ წავა, გასწორდება. ოკეი. ნახეთ, ბუდობრივი ცვენა. კი, კაცებს ნებისმიერი ადგილზე, ან თმაზე, ბუდობრივი ცვენა, ოტოიმუნური დაავადება. კი ბატონო. ბოლოს ყველაზე საშინელი დაავადება ოტოიმუნურია, ესეც კიბო რო დაიმართება, ბოლოსკენ ეგეც ოტოიმუნური დაავადება, ეს ბუდობრივი ცვენა, ეგეთი სტრესი დაიმართება შეიძლება და ხაზი მინდა დასვა, პირველი მიზეზი არის დაბალი D ვიტამინი, მიხედოთ ყველა. D ვიტამინი დღეს ისედაც დაპოპულარული გახდა, მაგრამ რეალურად ფაქტორია. ანუ D ვიტამინი თუ წავიდა ქვევით, ოტოიმუნური დაავადება განვითარდება. ოკეი, მზეზე ჯანსაღად და პროდუქტი D ვიტამინით გაჯერებული უნდა მივიღოთ. კარგი, რას რჩევებს მისცემ არონ მათ, ვინც მუდმივად ზის დიეტებზე. მუდმივად წვალობს, სულ რაღაცა შფოთშია, სულ რაღაცა 3 დღიანი, 5 დღიანი, 10 დღიანი, 2 კვირიანი, 18 საათიანი, 17 საათიანი, ამის გარეშე, იმის გარეშე. ეს ამართლებს რა ასე ხანგრძლივ პერსპექტივაში? არაფერი არ არსებობს 5 დღე, 10 დღე ხორცილში უნდა წავიდე, გაბა უნდა ჩავიცო, იმაში უნდა დავიტეოთ, დავიკლოთ 5 კილო მინდა. ეს არის დატანჯვა ორგანიზმისთვის, არ შეიძლება, დიდი სტრესი არის. ნეგატიური სტრესია, ერთი პოზიტიური სტრესი არსებობს, რომელიც კარგია. ერთი ნეგატიური, ეს არის ძალიან ცუდი ძვლებისთვის, საქსრებისთვის, მერე განვითარდება პრობლემა, უფრო მეტი ქალის ჯანმრთელობისთვის, უფრო სენსიტიურია. პლუს ეს 16 და 18 ფაქტია საათი. ჩვენი წინაპრები
გინდა ინდოელი იყო, გინდა ქართველი. ხო მიდიოდა საქსლიდან გარეთ. ეხლა ხო არ არსებობდა საჭმელი მზად არის მათ სივარში და მიდიოდნენ. საქსში მოდიოდნენ. ავტომატურად 16 საათიანი იყო მაგათი კვება. ხო, იმიტომ რომ სუწასული იყო რა. წასული იყო მინდორში მუშაობა, რომ საქსში მოდიოდა. პატარა ვაგზალს აიღებდა და ის იყო იმის ხელში. ბუნებრივია ეს ვინმეს მოგონული არ არის ეს 16 საათი. მაგაზე ესე იგი შენ მაინც უფრო დადებითად ხედავ მაგ მიმართულებას? მთელი ცხოვრება ადამიანმა ესე უნდა ჭამო, 8 საათი უნდა ჭამო. და 16 საათი დაისვენო. ეს მოგონილი არ არის, ეს ფაქტია. 8 საათი, ანუ ჭამის ფანჯარა 8 საათი უნდა იყოს. ღამის ჭამის თემაზე როგორ ახარ შენ? აი მაგალითად მე მიყვარს თქვა შენ ხშირად არა, მაგრამ 8-9-ზე ძალიან მომშივდება ხანდახან. აი ხაკედანაც რო წავალ, დედას გეფიცები თქვი რომ არ შევჭამეთ კი, მაგრამ ვერ გავძლებ და აი თქვა თუ შევჭამეთ ცოტა და ჯანსაღად. Is it normal? გვიანია. გვიანი. ხო, 8-9 მაქსიმუმ შეიძლება. 9 საათზეც მაშინ შეიძლება, როცა თქვენ მანამდე არ 12 საათისკენ, იმიტომ 3 საათი ისეთაც სჭირდება საჭმელი, რომ ბოლომდე წავიდე, იქ მოშორდე. თქვენ ადამიანმა ზოგი 12-ზე წამ, პირველი 2-3 საათი იმას სჭირდება. თქვენ კუჩში საჭმელი მიდის ნაწლავები და თქვენ როგორც ეხარ, ანუ როგორ ძინავს? არ ძინავს, არა აგძილი. ტრიალებენ აქეთ იქით. წვალება. ანუ მაშინ ესე ვთქვათ, რომ პირობითად მეც ფიქრობ, რომ ეს 18 საათიანი ინტერვალურ შიმშილს ეძახიან მაგას, თუ კი დაბალანსებულად და ემოციური სტრესების გარეშე ჩვენ მივეჩვიეთ, ეს ნორმალურია. ნორმალურია. არა, ოღონ ესე, რომ წვალება არ უნდა. მოდი 3 თვე გავაკეთებ და მე მივხედო. არა, იმიტომ მე ვარესი იქნება. არა, მთელი ცხოვრება ესე უნდა ჭამო. 8 საათი არ გობნის ჭამა. 8 საათი ჭამა კი არა, ხალხი პლანეტაზე 1 საათი ჭამს მთელი დღის მანძილზე და საჭმელი არ აქვს მაგდრე. საჭმელი, ნახე, საჭმელი დღეს, საჭმელი ჭამით უფრო ხალხი მეტი უკვდება, ვიდრე საჭმელი არა, სიმშილით. ხალხი ნაკლებად უკვდება უკვე, რომელიც ჭამს ბევრი მეტი უკვდება. თმა, პრობლემაა თმა. ყველანი ვცდილობთ გამოვიყენოთ 1000 საშუალებები, მეც მათ შორის ზოგს ქერტლი გვაწუხებს, ზოგს სიმშრალე, ზოგს ცხიმიანობა. ქალები, მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ საყვარელ სქესს და ვკითხოთ პროფესიონალს კვებით მიმართულებით, რა არის თმისთვის მნიშვნელოვანი. აი როგორ რა დავამატოთ, ვთქვათ, რომ სტრუქტურა გაუმჯობესდეს, დამძიმდეს ეს თმა თუ გასკელდეს. არის რამე ესეთი საიდუმლოებები? საიდუმლო არაფერი არ არის. პირველ რიგში აიურვედა ეუბნება, რომ როგორც აბიანგა თავისი იმისი მასაჟი უნდა გააკეთო. მშრალი თითებითაც უნდა გააკეთო მასაჟი. რისი სკალპის? სკალპის მასაჟი. მშრალი თითებითაც უნდა გააკეთო და თუ ეს სკალპი ძეთოვანი არ არის, მაშინ ძეთიც უნდა გააკეთო, რომ სიცხლის მიმოქცევა კარგად იყო. და ძეთოვანი სკალპი იცი რომელი ადამიანიცაა, რომელიც ნაწლავი კარგად არ არის. რომელიც ბევრი სტრაფი ნაკშირი წყლები იგებ. აბა მიდი წესიერი კვებათ, აი ისევე 300 გრამი ბოსტნეული, მერე ხორცი, ცილა, 10000 ნაბიჯი გავლა, კარგად ძილი. მაგეთ როგორ აქედან არ იქნება მერე ეს ძეთოვანი თმის ქერთლი აქვს ბევრი ადამიანი. ზედმეტ პრობლემა არ იქნება. ისევ და ისევ ბრუნდებით, ჯანსაღი კვება, კარგი ძილი, გამოძინება, დილას ადრე ადგომასთან დაკავშირებით მითხარი ორი სიტყვა მე მაინტერესებს. მე ვიღვიძებ დილას 6 საათზე. ვიძინებ ღამე 10-11-ზე. კარგია. ანუ მძინავ სრულფასოვანი ძილით და ერთადერთი რაც მაწუხებს დილას რო გამიღვიძება, მე ლოგინში გამჩერებელია ვარ, უნდა ავდგე, გავიდე გარეთ, ან მანქანას ვეცხავ, ან ჩოგბურთზე მივდივარ, ან დავდივარ. და ეს გახდა ჩემი ცხოვრების ჩვეული წესი და ბედნიერი ვარ, ყველა ძინავს და მე იმ დროს ცხოვრობ ხოლმე რა. ის სხვაურა. იმ დღეს ბუნება სხვანაირია. ცუდათავარ ისე მსიამოვნებს, აი ძალიან მსიამოვნებს გესმის ეგა. კი ბატონო, ყველა ძინავს და ბუნება ჩვენთან აიურვედაში, ჩვენ რო სკოლაში სწავლობდი, ჩვენ 4-ზე გავიგვიჯებდი. რო ისწავლო. და რომელზე იძინებდი? 8-9 და 20 დილი, იმიტომ რომ მამლის ყივილი დილის 5 საათზეა ხოლმე. ხო, ანუ ესეთი წესი იყო, თელი სკოლა, ანუ იქვე
მესმის, იქვე ხო, ცხოვრობდი. ცხოვრობდი ხომშო. კი. და დილის 4 საათზე უნდა ავდგე, ცივიცკლით უნდა იბანაო ყოველდღე, მოდიხარ და ძიქარ. 4-დან 8 საათამდე უნდა ცივწყალს ყოველ დილას ვისხავ მეშხავს, ყოველ დილას. ცხელი შხაპიდან არ გამოდივარ. და მაგარი ჩვევა გამიჩნდა. კი ბატონო. ძალიან იქიდან რომ მოდიხარ როგორი მაგარი სიამოვნებაა. გაყინული გამოვდივარ, მაგრამ სიამოვნებს ეგ რა. ხედავ რაღაცები როგორ დავხვეწე თუ არა. იმიტომ რომ ვაკვირდებოდი ჩემ თავს. ეს პოზიტიური სტრესია ის. ხო, ცივიწყალი. ორგანიზმი ჭირდება ეგ პატარა სტრესი. ვარჯიში არის პოზიტიური სტრესი. რაღაც ბეჭებში გავიშალე ახლა, რაღაც კაი რამებს ვაკეთებ ესე იგი. კარგი, ყავის აპარატი რო გვაქვს და გვეხმარება ჩვენ გადაცემის ჩაწერებში, ვიცით ეს არის მელიტა გერმანული ყავის აპარატი, იმართება სრულიად დისტანციურად და ნებისმიერ ფუნქციას აქედან აყენებ, სიმძლავრე, რაოდენობა, ხარისხი, სორტი, სხვადასხვა და ასე შემდეგ. ასე რომ მელიტას ყავის აპარატებს მიაქციეთ ყურადღებაო. ყავის თემაზე ჩვენ წეღან ვილაპარაკეთ არონ, მაგრამ მოდი მაინც მითხარი, რამდენი ყავა თუ კარგ ყავაზეა საუბარი, როგორც თქვი, ეს თავისით გაირეცხება, გაიწმინდება, არ მიაქცია ყურადღება. რამდენი ფინჯანი ყავა დღეში? 2 მაქსიმუმ. 2 მაქსიმუმ. და დროც 4 საათის მერე ყავა ვერ დაიძინე. 8 საათი ჭირდება რომ იშარდო და რო შარდით გამოვიდეს ეს კოფეინი რა. კოფეინი 8 საათი ჭირდება. რა სარგება, აი ჭამის მერე მაგალითად დილას საუზმის მერე. არც წამლის მერე არ უნდა დალიო, არც ვიტამინის მერე ყავა არ უნდა დალიო, არც საწმელის მერე ყავა. ცალკე უნდა დალიო ანუ. ხო, ცალკე. ეგ არის ყველაზე კაი დრო. წყალი დალიე დილით, კარგად უკვე დაწყნა. ერთი ფინჯანი ყავა. კი ბატონო, ერთი ფინჯანი ყავა, კარგი ყავა. ხო. როგორ ყავა? შო, იმის მერე დაელოდეთ იმ 12 ან პირველი საათი, რომ პირველი საჭმელი ჭამო. კარგი. მოდი ახლა მივიდეთ იმ თემამდე, რაც უფრო მეტად ასე ვთქვათ, სომატურ მდგომარეობებს ეხება ქალისას, ხო? ეს არის პრემენოპაუზა და მენოპაუზის ასაკი. მძიმე პერიოდია, როგორც კაცებში, ისე ქალებში ეს ასაკი, ეს პერიოდი ძალიან რთულია. ზოგს ეს ძალიან მწვავედ გადააქვს, ზოგს მაინც უფრო დუნეთ რა რჩევებს მიცემ შენ, აი მაგალითად იმ ასაკში ან თუნდაც ასაკს შევეშვათ. მენოპაუზა სხვადასხვა ასაკში შეიძლება შემოეპაროს ხალხს, ხო? როგორ დააბალანსოს, როგორ გაიაროს ეს პროცესი მშვიდად. რამე კონკრეტულ საკვებს ურჩევ ამ პერიოდში, ეს შეიძლება გაგრძელდეს 1 თვე, შეიძლება 6 თვე და შეიძლება 1 წელი. ხო, ეს პროცესი თვითონ. კი ბატონო, აქ ერთი პროდუქტი დევს, რომელიც მენოპაუზისას იწყება, იმისთვის კარგი ეს არის სელი. სელი, აი ეს. კი ბატონო. პირველი არის D ვიტამინი, მიიღო კარგი მზე, თუ მზე არიგებს 5 ან 10000 კაურთან ყოველდღე შეიძლება და ეს თელი ცხოვრება შეიძლება მითია რომ აიმე ტოქსიკურია, აიმე და ეს არის, არ არის და სელის ძეთი. სელის ძეთს მე საჭმელებში ვასხამდი ხოლმე ესე, სალათებზე და რაღაცეებზე. იმ უფრო კარგი იქნება რომ სელის ძეთი დალიო. ესე ეს დალიე და ძალიან შემცირდება მენოპაუზური სტრესი და თუ ძილის პრობლემებია, მაშინ 2-3 თვე აშვაგანდას მიყოლებაც შეიძლება. ეგ რა არის? აშვაგანდა. ხო, როგორ მივაყოლო რა მიყოლება? ნუ ეს ძილის წინ დაელევა რომ სტრესს ამცირებს. ოკეი, ესეც არის შენ მაღაზიაში? კი, ეს არის. საინტერესოა. ძალიან საინტერესო ბალახი. კარგი, ფიზიკური აქტივობა, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები. რისთვის არის ეს კარგი? ამისთვის თუ სხეულისთვის? იმიტომ რომ ეს ჩვენ ამაზე არ გვილაპარაკია, ამაზე არ გვისაუბრია, აქ სიმშვიდეზე არ გვილაპარაკია. კი ბატონო. იოგას ვარჯიში აძლიერებს twins და შინაგანი ორგანოებს. იოგას ვარჯიში ვინც აკეთებს, ის გამოჩდება წვრილია, თხელია, არც კუნთები არ გამოჩდება. მაგრამ მაგის რო გასინჯო ჯანზე იქნება. მაგი არ არსებობს ქოლესტერინის, არ არსებობს გვიძლი ცხიმიანობა და ეს ყველაფერი. მაგრამ უნდა აპრაქტიკო ეს, ხო? ამას ჭირდება მუდმივი წვრთნა, მუდმივი მუშაობა. იოგა არ არის თვეში ერთხელ რაღაც 3 წუთი იქ რაღაცა პოზა შევინარჩუნე, ეს მუდმივი პროცესია. მუდმივია, ვინც აკეთებს 5 წელი, ვინც აკეთებს იოგა, იმ ადამიანის გონება, ის ანუ სხვანაირია. ჯანგბადი უფრო მეტი იგებს ადამიანი იოგი. ეს ჩატარებულია ყველები. ვიდრე ჩვენ წონებზე რო ვივარჯიშო,
კი ბატონო, კუნთი იმატება, მაგრამ როცა იოგაზე ვარჯიშია, ეს აძლიერებს შინაგანი ორგანიზმს და მენტალურ მდგომარეობას ხო ამშვიდებს. კი ბატონო. ანუ ამ არეულ გონებას ის აწყნარებს, ხო? თუ აპრაქტიკებ გონებას აწყნარებს. კი, ანუ იოგაში სხვადასხვა ვარჯიშებია, გონებისთვის, ტვინისთვის, სხვადასხვა ვარჯიშია, რომ ჯანგბადი მიაწოდო უფრო მეტი. ანუ მოდი ესეც გითხარი, აი მაგალითად მე ვარ 50 წლის ასაკში ახლა, ანუ თქვა ჩემზე ხნოვანი, ან ჩემზე ახალგაზრდა. ქალია თუ კაცია. რა ძირითად ნიშნებს? აი მეორად ნიშნებს მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გაგვეპაროს რაღაცა სადღაც დამალული პროცესი. ფჩხილს მივაქციოთ ყურადღება, კბილების მდგომარეობას, აი რა ჩანს, კანს, რაღაცა თმის სტრუქტურას, აი რამე ხო არ არის 3-4 რაღაცა ისეთი ნიშანი, რამაც სასწრაფოდ უნდა დამაფიქროს, რომ აბა რაღაცას რაღაცას შევხედო. თმა, კბილი, ეს ფეხის ფჩხილი, ყველაფერი კავშირშია. ეს უნდა მიხედო, ეს გვაძლევს მაგის საშუალება. აქედან აქ გამოჩნდება კალციის დეფიციტის გამოჩნდება აქ. იმაზე უნდა გკითხო. ეგ გამახსენდა. ოსტეოპოროზი. აი ოსტეოპოროზი ქალებში არის მაგარი დამანგრეველი თემა რა. რას ურჩევ? როდის ინგრევა ქალის ჯანმრთელობა, როცა მენოპაუზის სტადიაში მიდის. და იმ დროს მე ხო გითხარი D ვიტამინი მიხედე, აგერ ეს სელი, ომეგა ეს ყველაფერი არის და ოსტეოპოროზის არ განვითარდება. ანუ ეს მუდმივი პროცესია და სულ უნდა საჭმელია, ხო მეტი ესეთი არაფერი არ არის. როცა ოსტეოპოროზი განვითარებულია 2-3 სტადია და მე რაღაც ანალიზი იკეთებენ 9 მაქო D ვიტამინიო, ეხლა არაფერი, წავიდა იძულები. იმიტომ რომ იმ დროს ვერ მიაქცია ყურადღება და დეფიციტი განვითარდა რა. დროულად უნდა მიხედოთ ეს, იმიტომ ეს პერიოდია, ხალის სანამ ეს მენოპაუზი არ არის, მენოპაუზის მერე იცვლება მენტალი, ის ყველაფერი ძალიან ზართული პერიოდი იწყება და ხალის ინგრევა იწყება. მაშინ იწყება გულის პრობლემების, ნერვების და ყველაფერი, იმიტომ ეს თავისი ისა პროგესტერონ, თავისი ჰორმონები ყველაფერის. კარგი, კითხვა მაქვს. თქვენი ოჯახი მეუღლე ქართველია. დიახ. ხო? ტრადიციულ მედიცინას მიყვებით თუ უფრო თქვათ თანამედროვე მედიცინის დასავლური ტექნოლოგიების გამოყენება. სახში როგორ ცხოვრობთ? აი ეს ამხელა გამოცდილება გაქვს, ამხელა პრაქტიკა გაქვს, ამდენ ადამიანს რაღაცა რჩევებს აძლევ. სახში როგორ ცხოვრობ? ჩვეულებრივად ჯიგრულ ქართულად თუ ამ რაღაცეებს აკვირდები, აბა სელი, ბავშვებო, აბა კურკუმა, რამე ეგეთი ტიპი ხარ? კი, უკვე ჩემი ბავშვებმა ხო უყურებენ ჩემი YouTube არქიდან ისე, ანუ მე პირდაპირ თუ ვეთყოდი არს მაგას წემი ცოლი იგებდა არს არავინ ნახე იქ რო ნახე რომ იმდენი ხალხმა დაიჯერა და კარგად გახდა იმანაც მოფიქრდა ანუ მე 15 მაგალითები ნახეს ხო 12 წელი დამჭირდა რომ ჩემი მეუღლე მოვიკვანო როგორც მე მინდა ისეთი კვებაზე ეხლა როგორ გზნობს კარგად გზნობს და თვითონაც მიხვდა რომ ეხლა უფრო მეტი ადამიანი ეუბნება რა ლამაზი ხარო გამარჯობა ათანასაკი ემატება მაგრამ საჭმელი შეიცვალა ცხოვრების ტიპი შეიცვალა იმ ყველი პურის წრიდან ამოვიდა ყველი პური კაიაო აღარ არის ეგრე არ არის კი ბატონო გემრიელია მაგას ვეთქვი კი ცხელი შოდის პური და გემრიელია ხანდახან შეიძლება შევთანხმდეთ ახლა ხანდახან ყველაფერი ცხელი პური და ნახევარი კილოიანი სიგნი და იქ კიდე ნახევარი კილო მარილი კი ის მარილი კიდე რას გააკეთებს მე აუ მარილზეც ვითხარი რა ორი სიტყვა რა საერთოდ ამოვიღოთ მარილი არა მარილის ბრალი არ არის ეს წნევა და ეს ყველაფერი ის მე იქვე წავა კიდე ინსულინზე აი შეშუპება რო ადილა ყველაფერი მაგალი ინსულინის ბრალიან მარილის ნუ აბრალებს ხალხი მარილის საჭიროა კი ბატონო ზომიერად უნდა მიიღო კი რო ეუბნებიან წნევა დაგემართა უკვე წნევა მაგალი გაქვს ამოიგეთ ეს მარილები შო მერე დაიწყებს არათმის პრობლემები იმიტომ რომ კალიუმი მაგნიუმი ნატრიუმის დეფიციტია სხვა პრობლემა ანუ წნევა ერთი პრობლემა იცი რა არის მე მოწინააღმდეგე არა ვარ დასავლური კი არა ანუ საერთოდ მედიცინა ზოგადად ახალგაზრდა მედიცინა ვეუბნები მე მაგას ყოველთვის იმიტომ პატარა ვიდრე აიურვედა მეორე იმასია მე მოწინააღმდეგე არა ვარ მეც მძიერა რომ ეხლა რო კისერი მткиო და MRT გადავიგე რომ გავიგო
ხო? კი, წახვედი გამოკვლევა ჩაიტარე, თანამედროვე ადამიანი უნდა იყო მაშინ ხო, რა თქმა უნდა. ესე არ არის. მაგრამ იცი რა არის? root cause, ანუ პრობლემის ძირს არ მიდიან. ხო, საფუძველს არ ეძებენ. ხო. საიდან მოდის ეს ყველაფერი? მარტო აი ხედგა, ზევით რაღაცა ტოტის პრობლემა, მოდი ეს ტოტის რამდენს საწამლავი ფესვებშია. ფესვებშია და იქიდან მოვიდეთ. აიურვედა ესე ეუბნება, რომ მიდი ერთი აქედან. ესე იგი, მეგობრებო, არონ ხათრი იყო ჩემთან სტუმარი დღეს, ძალიან მაგარი იყო შენთან საუბარი, ლაპარაკი. მე იმედი მაქვს კიდე გადაიკვეთება ჩვენი გზები. შეიძლება მე გთხოვოთ დახმარება, იმიტომ რომ მე თვითონაც მჭირდება რაღაცა თავის მიხედვა. ყოველ შემთხვევაში, შენ ბევრ ქართველს და ჩვენ თანამოქალაქეს ეხმარები და არა მარტო ქართველს რა, ხო? კარგია, როცა ადამიანები გისმენენ და რაღაც ჯანსაღ ნორმალურ ადამიანურ რჩევებს იღებენ რა. კი ბატონო. წარმატებები შენ, წარმატებები შენ გაიხარეთ. საქმეში, ოჯახი ყავდეს კარგად, ჯამთელად, შვილები ღმერთმა გაგიზარდოთ, ჯამთელები და მადლობა რომ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობ და პატივს ვცემ ქართველ ხალხს, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. მადლობა. ასეთი იყო დღევანდელი პოდკასტი, მომავალ ეპიზოდებზე კიდევ შევხვდებით და მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოვყევით დროებით.